მოგესალმებით. მე ვარ ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, ჟანმონეს პროფესორი. მე ვაგრძელებ საუბარს თემაზე შრომის სამართლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის, საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიციასთან დაკავშირებით. პირველ და მეორე ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები შრომის სამართლის სფეროში, შრომის სამართლის სფეროში გავლილი დინამიკა საქართველოში ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის ფონზე და 2019-2020 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ამ ცვლილებების შინაარსზე, ავკარგიანობაზე, შესაბამისობაზე თუ შეუსაბამობაზე ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან. დღეს მე ვისაუბრებ ისეთ კონკრეტულ და ვიწრო საკითხზე, როგორიც არის დედის დეკრეტული შვებულება. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ისტორიულად ქალი მოწყვლადია, სუსტია შრომით ურთიერთობებში. მის მიმართ დამსაქმებელს ყოველთვის არ აქვს სახარბიელო და სასურველი დამოკიდებულება და დამსაქმებლები თვლიან, რომ მეტი დანახარჯები სჭირდება და მეტი ზრუნვაა საჭირო ქალის მიმართ, იმიტომ რომ ქალს შეუძლია სიცოცხლის გაჩენა, ანუ ის იყოს ორსული და ეს პერიოდი ერთგვარად თავის ტკივილად ითვლება დამსაქმებლისთვის. რა თქმა უნდა, ამიტომაც არისო თანამედროვე სამყარო მხოლოდ ადამიანების მოსაზრებაზე და მათ კეთილსინდისიერებაზე არ ტოვებს სამართალს და მოწესრიგებას და საჭირო გახდა ხელოვნური ჩარევა, ანუ პოზიტიური ნორმების შექმნა, კანონების, კანონქვემდებარე აქტების შექმნა იმ თვალსაზრისით, რომ დაცული იყოს ქალი, როდესაც ის იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, როგორიც არის ორსულობა, მშობიარობა და მეძუძურობა. ასოცირების შეთანხმებით ერთ-ერთი განსაზღვრული ვალდებულება შეეხება კიდევაც დედის დეკრეტული შვებულების ნაწილში ევროპული სტანდარტების დანერგვას. კონკრეტულად ეს ასახული არის ერთ-ერთ დირექტივაში 92/85. აქ თავიდანვე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ მე ვისაუბრებ მხოლოდ დედის დეკრეტულ შვებულებაზე, არ ვისაუბრებ ბავშვის მოვლის შვებულებაზე, ზოგადად მშობლის შვებულებაზე, იმიტომ რომ ბავშვის მოვლა შეუძლია დედასაც, მამასაც და ორივეს აქვს ამ შვებულებით სარგებლობის უფლება. აქ საუბარი არის მხოლოდ დედის დეკრეტულ შვებულებაზე. დირექტივაც ასე არის განსაზღვრული, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ქალ დასაქმებულს ეხება, ანუ იმ დასაქმებულს ეხება, რომელსაც აქვს 3 უწყვეტი ბიოლოგიური პროცესის განხორციელების საშუალება. ეს არის დაორსულობა, მშობიარობა და მეძუძურობა. მოდით დავიწყოთ ჯერ დირექტივის სტანდარტების აღწერით, შემდგომ ევროპული ზოგიერთი პრაქტიკა განვიხილოთ და საბოლოოდ საქართველოს სტანდარტიც მიმოვიხილოთ. რა თქმა უნდა, დირექტივა ვრცელია, მე რამოდენიმე მათგანს გავუსმევ ხაზს, რაც დღეს არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დირექტივა განსაზღვრავს დეკრეტული შვებულების უწყვეტობას და ერთიანობას და პერიოდად ადგენს არანაკლებ 14 კვირას. მოგვიანებით ILO-ს რეკომენდაციებით მიჩნეული იქნა, რომ საერთოდ მინიმალური სტანდარტი უნდა იყოს არანაკლებ 18 კვირისა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე ის სტანდარტია დამკვიდრებული, რაც აღემატება 18 კვირას, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობს საკანონმდებლო პროცესი ამ კვირების გაზრდის მიმართულებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ჩვილის მოვლის დრო, ანუ დეკრეტული შვებულების დრო, რომელიც არანაკლებ 14 კვირით არის დადგენილი და რეალურად უკვე 18 კვირაა ევროპულ სივრცეში, არამედ ეს დრო უნდა იყოს დაბალანსებული იმ მატერიალურ დახმარებასთან, რაც დედამ უნდა მიიღოს, რამე თუ დეკრეტული შვებულების პერიოდში იგულისხმება, რომ დედა არ მუშაობს, მას შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობები, მან უნდა
იზრუნოს თავის ჩვილზე და უნდა შექმნას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე შვილისთვის კეთილდღეობის სტანდარტი. ეს გამორიცხული არის სახელმწიფოს მხრიდან ან დამსაქმებლის მხრიდან დახმარების გარეშე. აქედან გამომდინარე, დირექტივა რა თქმა უნდა კუმულაციურად აყენებს ამ პირობას, რომ ამ დეკრეტული შვებულების განმავლობაში დედამ აუცილებლად უნდა მიიღოს ადეკვატური დახმარება, ადეკვატური კომპენსაცია. ხოლო ადეკვატურობის სტანდარტად დირექტივა მიიჩნევს, რომ ის დაახლოებით უნდა იყოს ხელფასის ოდენობით ან ის იმ დახმარების ოდენობით, რასაც დედა მიიღებდა ავადრო გამხდარიყო და დროებით შრომის უუნარობის პირობებში რო გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ რიცხვს დირექტივა არ ადგენს, მაგრამ სქემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ამ დირექტივაში გაწერილია. აქედან გამომდინარე, უკვე წევრი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თვითონ წყვეტენ, ის ხელფასის ოდენობით უნდა იყოს, თუ მათი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი იმ სტანდარტით, რაც ავადობის დროს დროებითი შრომის უუნარობის შემწეობით უზრუნველყოფს დასაქმებულებს. ამ ანაზღაურების ნაწილთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს არ არის მარტო დედაზე ზრუნვის, მარტო ჩვილზე ზრუნვის საკითხი. ზოგადად ეს ოჯახის დაცვის და ოჯახზე ზრუნვის ელემენტიც არის, ვიდრე მხოლოდ ვიწროდ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი. ამავდროულად ხაზგასასმელია ის ნიუანსი, რომ დირექტივა აღნიშნავს, ის არადისკრიმინაციულად და თანასწორად უნდა იქნეს გამოყენებული დასაქმების ნებისმიერ სექტორში, კერძოსა თუ საჯაროში და ასევე აყალიბებს სხვადასხვა მიმართულებებსაც, თუნდაც საგანმანათლებლო, გასართობი თუ სხვა სფეროებში დასაქმებულებთან მიმართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რამე თუ მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, საქართველოში შესრულებულია თუ არა ეს სტანდარტი. საგამონაკლისოც დაშვებულია, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ეს გამონაკლისები მიემართებოდეს ძალოვან სტრუქტურებში, პოლიციურ სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ჩამოყალიბებული ამ დირექტივით, დეკრეტული შვებულება უნდა მოიცავდეს სავალდებულო პერიოდს. რას ნიშნავს სავალდებულო პერიოდი? ეს ის პერიოდი არის, როდესაც დედამ ნებაც რო გამოხატოს, ის ვერ დაბრუნდება სამსახურში, არამედ მან უნდა გაატაროს სავალდებულოდ გარკვეული პერიოდი თავის ჩვილთან და ეს მეძუძურობის პერიოდი უნდა იყოს თავის შვილთან ერთად. ანუ ევროკავშირში ასე მიაჩნიათ, რომ დედამ ადრეულად არ უნდა დატოვოს შვილი, პირველი ბიოლოგიური კონტაქტი უნდა დაამყაროს შვილთან, ეს მისი ჯანმრთელობის საკითხიც არის, შვილზე ზრუნვის საკითხიც არის და ოჯახის დაცვის ინსტრუმენტიც არის. რა თქმა უნდა, დირექტივა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ორსული ქალი არ უნდა განთავისუფლდეს, მეძუძური ქალი არ უნდა განთავისუფლდეს შრომითი ურთიერთობებიდან, რომ ღამის შრომის განმავლობაში მისი ინტერესები უნდა იყოს დაცული, რომ მძიმე და სახიფათო შრომა არ უნდა განხორციელდეს და ზოგადად თუ ქალი ასეთ სექტორშია დასაქმებული, მის მიმართ უნდა ამოქმედდეს შრომითი ურთიერთობების შეჩერების ინსტრუმენტი და სხვა. ანუ დირექტივის ყველა დებულებას ვერ შევეხები, ყურადღება მხოლოდ იმაზე გავამახვილე, რაც განსაკუთრებით შეუსრულებელი არის დღეს საქართველოში. როცა ჩვენ მივდივართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკამდე, ისინი როგორ ასრულებენ ამ დირექტივას, აღსანიშნავია ის, რომ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას ეს დირექტივის მინიმუმი
რა თქმა უნდა შესულებული აქვს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სტანდარტი, ანუ უფრო მაღალი სტანდარტი აქვს განვითარებული. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალს და პრაქტიკას ვეცნობით, იქ სხვადასხვა სტანდარტებია, თუმცა არც ერთი არ ხელყოფს დირექტივის სტანდარტს. მეტიც ევროკომისიას აქვს ასეთი ინსტრუმენტი, რომ შეამოწმოს გარკვეული პერიოდულობით ქვეყნები როგორ ასრულებენ ამ დირექტივას და მას აქვს ხოლმე რეკომენდაციები თვით თავისი წევრი ქვეყნების მიმართ. მაგალითად, დავასახელებდი ფინეთს, რომელშიც ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტით ხორციელდება პრაქტიკაში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, მაგრამ 2019 წელს ევროკომისიამ აღნიშნა, რომ არ არის საკმარისი, რომ მარტო პრაქტიკა იყოს ძლიერი, სასურველია, რომ ის საკანონმდებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდეს, ანუ კანონის დონეზე იყოს გაწერილი. აი ესეთ ნიუანსებს აქცევს ყურადღებას ევროკავშირი, ანუ სამართალი და პრაქტიკა ერთობლივად ვითარდება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ჩემგან ზემოთ დასახელებულ საკითხებს თუ შევეხებით ევროკავშირში 16 კვირაზე ნაკლები თითქმის არ არის დეკრეტული შვებულება, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ, რომ ეს მხოლოდ დედის დეკრეტული შვებულების ნაწილია და არა ბავშვის მოვლის და ზოგადად მშობლის შვებულების ნაწილი. ანაზღაურება თითოეულ ამ ქვეყანაში არის ხელფასის ოდენობით, ან ხელფასის გარკვეული პროცენტის ოდენობით, ან ცალკე არის დაზღვევის სქემები და კომპენსაციის სქემები. ძირითადად ეს არის ხელფასის 100%-ის ოდენობით, ან 80%-ის ოდენობით. ყველა ქვეყანაში დადგენილი არის სავალდებულო მინიმუმი. მეტიც, ყველა ქვეყანა უდგება იმ პრაქტიკით, რომ მშობიარობამდეც უნდა იყოს სავალდებულო პერიოდი და მშობიარობის შემდგომაც უნდა იყოს სავალდებულო პერიოდი. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში არის მშობიარობამდე 2 თვე და მშობიარობის შემდეგ 3 თვე სავალდებულო პერიოდია. ზოგიერთ ქვეყანაში მშობიარობამდე 6 კვირა, მშობიარობის შემდეგ 8 კვირა, ზოგიერთ ქვეყანაში მშობიარობამდე 4 კვირა და მშობიარობის შემდგომ 10 კვირა, ასე რომ ჩვენ სხვადასხვა სქემებს ვნახულობთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების სამართალსა და პრაქტიკაში, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს სტანდარტი დაცულია, რომ სავალდებულო პერიოდი მოქმედებს ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში. რაც შეეხება ანაზღაურების სქემებს, ზოგან მოქმედებს მდგრადი მყარი ანაზღაურება დეკრეტული შვებულების განმავლობაში, ზოგან ცვლადი. მაგალითად, რას ნიშნავს, თუ ერთ ქვეყანაში დადგენილია, რომ სანამ ის დეკრეტულ შვებულებაშია, უნდა მიიღოს ხელფასის 100%-ის ოდენობით ანაზღაურება, სხვა ქვეყანაში შეიძლება ეს იყოს ცვლადი. მაგალითად, პირველი 6 კვირა 100%-ით ანაზღაურდეს, შემდეგი 6 კვირა 80%-ით ანაზღაურდეს და ასე შემდეგ. ანუ სქემები ანაზღაურების აქაც განსხვავებულია, მაგრამ თითეული აკმაყოფილებს ადეკვატურობისა და ღირსეული ცხოვრების სტანდარტს იმდენად, რამდენადაც ოჯახის დაცვის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის ევროკავშირში. ეხლა როგორი არის საქართველოს სტანდარტი? საქართველოს სტანდარტი ღამის შრომის ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში, ნაყოფისთვის, უსაფრთხო გარემოს ნაწილში, შეწყვეტის ნაწილში დაკმაყოფილებულია, მაგრამ ის უმთავრესი ასპექტები, რომლებიც რეალურად ინდიკატორია საქართველოში დაცულია თუ არა ქალი, დაცულია თუ არა დედა და შვილი, დაცულია თუ არა ღირსეული ცხოვრების პირობები, აი ეს ნაწილი უკვე ძალიან არა პროევროპულად არის მოწესრიგებული. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოშიც გამიჯნული არის დედის დეკრეტული შვებულება
ბავშვის მოგლიშებულებისგან ეს 2020 წლის ცვლილებების შედეგად ასე დადგინდა. უშუალოდ დედის დეკრეტული შვებულება მოიცავს 126 დღეს და ტყუპის ან გართულებული მშობიარობის შემთხვევაში 153 დღეს. ამას ემატება ბავშვის მოგლიშებულება, რომელზედაც დედასაც აქვს უპირველესად უფლება და თუ დედა უარს ამბობს, მამასაც აქვს უფლება და ეს არის 57 კალენდარული დღე მთლიანობაში თუ დედამ აიღო დედის დეკრეტული შვებულებაც და ბავშვის მოვლის შვებულებაც ამ შემთხვევაში ეს გამოდის ანაზღაურებადი, მხოლოდ ანაზღაურებაზე ვსაუბრობ 183 დღე ან 200 დღე. ანუ მარტო დედის დეკრეტული შვებულება კვირებით რო წარმოვიდგინოთ, ეს არის დაახლოებით 20 კვირა, ხოლო დედის დეკრეტი და ბავშვის მოვლის ორი შვებულება ერთად რო წარმოვიდგინოთ, გაერთიანებულად ეს არის დაახლოებით 26 კვირა. ეხლა რა ხდება საქართველოში დირექტივასთან შესაბამისობის კუთხით? პირველ რიგში საქართველოში არ არის დადგენილი დედის დეკრეტული შვებულების სავალდებულო პერიოდი. აქვე მინდა ხაზი გავსვა იმას, რომ ეს ვალდებულება ამ დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება საქართველოს ჰქონდა 2014 წლამდეც ასოცირების შეთანხმების დადებამდეც. ესე იგი, ეს ნაწილი არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ შეცვლილა და მოდით ასე ვთქვათ, ჯიუტად არ უახლოვდება საქართველო ამ ასე ვთქვათ ევროკავშირის ამ სტანდარტს. საქართველოში არ ფუნქციონირებს ერთიანი უნიფიცირებული საყოველთაო დადგენილი ანაზღაურების სქემა, რომელიც მინიმალური სტანდარტის გამსაზღვრელი იქნებოდა და ამ მინიმალურის ზემოთ უკვე სფეროების მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც გამიჯვნა. არც ხელფასის ოდენობით სქემა მოქმედებს და არც ადეკვატური შემწეობის სქემა მოქმედებს. საქართველოში ერთმანეთისგან გამიჯნეს კერძო და საჯარო სექტორი და დისკრიმინაციულად აამოქმედეს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სქემები. მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალს დედის დეკრეტული შვებულების დროს სრულად აუნაზღაურებენ შვებულებას იმ ოდენობით, რასაც მიიღებდა ჩვეულებრივი მუშაობის დროს დეკრეტში რო არ გასულიყო, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებული ქალი ამ 183 ანუ 200 დღისთვის მიიღებს მთლიანობაში არაუმეტეს 2000 ლარისა, რაც ძალიან დამამცირებელი და დამაკნინებელი არის. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ თვეში აქვს 1000 ან 1500 ლარი ანაზღაურება ქალს და ხოლო მთელი დეკრეტის განმავლობაში 26 კვირისთვის იქ სადღაც 4-დან 6 თვემდე პერიოდში მიიღოს მთლიანობაში არაუმეტეს 2000 ლარისა. ანუ ძალიან დიდი დიაპაზონი არის საჯარო სამსახურს შორის დადგენილ სტანდარტსა და კერძო სექტორს შორის დადგენილ სტანდარტს შორის. თან აქვე ხაზს გავუსმევ იმას, რომ ორივე სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წყაროა გადასახადები და ხალხის ბიუჯეტი. ეს არ არის უშუალოდ დამსაქმებლის ვალდებულება. საბოლოოდ შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი სტანდარტი ვერ უზრუნველყოფს ვერც დედის დაცვას, ვერც ჩვილის დაცვას და ვერც ოჯახის კეთილდღეობის დაცვას. გადასახადები, ხალხის გადასახადები დისკრიმინაციულად მიემართება კერძო სექტორში დასაქმებულ ქალს და საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალს. საქართველოში არ არსებობს სავალდებულო პერიოდი დეკრეტული შვებულებისა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც საერთოდ არ იღებენ დეკრეტულ შვებულებას, იღებენ წლიურ ანაზღაურებად შვებულებას დასაქმებულები და შემდგომ უკვე ნადრევად ტოვებენ თავიანთ ჩვილებს და ბრუნდებიან სამსახურებში ხელფასის გამო. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ოჯახი, ქალი, შვილი
უფრო მაღალი და ძალიან დიდი სტანდარტით დაცულია ევროკავშირში, ხოლო საქართველოში ჯერ მინიმალური სტანდარტიც არ არის დადგენილი.